Liberty Bank-ის კომპანია SoftGen-ისა და Alte უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორობით თბილისში გაიმართა პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატის ICPC-ის სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალი, რომელმაც რეგიონიდან სტუდენტური გუნდები ერთ ტექნოლოგიურ სივრცეში გაერთიანა. დღევანდელი ჩვენი სტუმრები უნდა წარმოგიდგინოთ რუსო სანაძე, Alte უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, თორნიკე ბენიძე, Liberty-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი და ბატონი იასონ ზარქუა, ICPC-ის კავკასიის რეგიონის დირექტორი, SoftGen-ის დამფუძნებელი. ხო არა მე არამე ხო ყველაფერი სწორად. ყველაფერი წესრიგში და მოგესალმებით ყველას. პირველი შეკითხვა მექნება ბატონ თორნიკესთან თუ შეიძლება. რატომ აირჩია Liberty Bank-მა ICPC-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტუდენტური ტექნოლოგიური შეჯიბრის სტრატეგიული მხარდაჭერა? მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. სიმართლე რომ თქვა, ამ ღონისძიების პარტნიორობა შემოთავაზა ჩემმა ლექტორმა თემურ ზარქუამ, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ მისი წვლილი არის უდიდესი, როგორც ჩემი, ასევე ბევრი ჩემი კოლეგის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მე თვითონაც ამ კონკურსის მონაწილე ვიყავი, ჩემი სტუდენტობის დროს, შესაბამისად მესმოდა კარგად, სარგებელი რაც მოქონდა ამ კონკურსში მონაწილეობა, შესაბამისად დიდად არ გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკურსი არის კულმინაცია იმ მოსამზადებელი ეტაპისა, რომელსაც სტუდენტები გადიან მთელი წლის განმავლობაში და ემზადებიან ამ კონკურსში გასამარჯვებლად. და ფაქტობრივად გვირგვინია ცოტნის ისეთ უნარებს ავითარებს, რომელიც სტანდარტულ სასწავლო პროცესში ცდება. ეს მოითხოვს განსაკუთრებულ ალგორითმების ცოდნას, სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებას, ასევე გუნდური მუშაობის უნარს, რომელიც შემდეგ რეალურ პროექტებზე, რეალურ გარემოში მუშაობისას ძალიან სასარგებლოა და მინდა ვთქვა, რომ ყველა ვინც ამ ფერხულში ჩაბმული იყო თავის დროზე, შემდეგ დიდი წარმატებებს აღწევდნენ რეალურ სამუშაო გარემოში. და აი ზუსტად მაგ მიმართულებით პერსპექტივაზე რომ ვისაუბროთ, IT მიმართულებით Liberty არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი. და აი ამ ყველაფერში მიღწეული წარმატება ნიშნავს იმათ, რომ ამ სტუდენტებს პერსპექტივა ეშლებათ Liberty-სთან თქვათ მეტი თანამშრომლობით და დასაქმების პერსპექტივით. ზოგადად მინდა თქვა, რომ ტექნოლოგიურ ბაზარზე მთელ მსოფლიოში მზარდი არის დასაქმების მიმართ მოთხოვნა. Liberty Bank-იც იზრდება როგორც კომპანია და ასევე ტექნოლოგიების მიმართულებაც ძალიან იზრდება. ყავს 350-ზე მეტი თანამშრომელი, გვაქვს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, მემსახურებით 1,700,000-ზე მეტ კლიენტს. შესაბამისად, ნიჭიერი ადამიანების საჭიროება გვაქვს ყოველთვის. ასეთი ღონისძიების პარტნიორობა გამოავლენს ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ შემდგომში ეძლევათ საშუალება, რომ ჩვენთან მათ შორის და ბევრ სხვა კომპანიაში გაიარონ სტაჟირება. Liberty Bank-ი თავის მხრივ ათეულობით სტუდენტს აძლევს სტაჟირების გავლის საშუალებას ჩვენთან. ბევრი მიმართულება გვაქვს, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიმართულება და ყველა დაინტერესებულ პირს შეიძლება შეუძლია იპოვოს თავისთვის საინტერესო მიმართულება. უმრავლესობა წარმატებით გადის ამ ეტაპს და შემდგომ უკვე აგრძელებენ საქმიანობას ჩვენთან. კი ბატონო. დრუსესთან გვექნება ახლა შეკითხვა. Alte უნივერსიტეტისთვის რას ნიშნავს ეს ICPC-ის მსგავსი საერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატის მასპინძლობა და როგორ აისახება ეს სტუდენტების აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაზე? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან დიდი პატივი იყო Alte უნივერსიტეტისთვის ამგვარი ღონისძიების მასპინძლობა. იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ იასონი დაამატებს, მაგრამ როგორც თორნიკემაც აღნიშნა, ამ და ძალიან დიდი ისტორია აქვს და ფაქტობრივად 50 წლის არის და IT სფეროში ძალიან ცოტა არის ამგვარი ღონისძიებები. თავად Alte უნივერსიტეტისთვის რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოგეხსენებათ, რომ Alte უნივერსიტეტის IT სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ისტორიულად პატარა სკოლა არის, 2 წლის ვართ სულ და 4 პროგრამას ვთავაზობთ სტუდენტებს საბაკალავრო საფეხურზე, როგორც ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიტიკის, ასევე კომპიუტერული მეცნიერების და პროგრამირების კონტექსტში და ამგვარი თამასის აწევა, ასე ვთქვათ, ამგვარი რანგის ოლიმპიადის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია მრავალ მხრივ. ანუ პირველ რიგში იმ უნარების განვითარება, როგორც არის დარგობრივი პროფესიული უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის, სტრესული გარემოს, ასე ვთქვათ, დაძლევის და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების, სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების თემა და მეორე დარგობრივ სხვადასხვა უნივერსიტეტთან, პროფესიულ საზოგადოებასთან კავშირი. ანუ როგორც ვთქვით, 50 წლის არის ეს ღონისძიება და ჩვენ მრავალი თაობის წარმომადგენელი გვყავს, რომელიც ამ ქსელს, ასე ვთქვათ, უმყარებს ზურგს და ვიმედოვნებ, რომ ამგვარი
ღონისძიებების მხარდაჭერა როგორც აკადემიური სფეროდან, ასევე პროფესიული დარგობრივი სფეროდან, შემდგომ დასაქმებასაც და ზოგადად პროფესიული ხარისხის ამაღლებას ძალიან აი რადგან ეს წლები ახსენეთ ბატონიასოს კითხავ ICPC-ს უკვე რაღაც აი 50 წელია რეგიონებში ტარდება ხო 50 რამდენი 50-იანი აი თქვენი დაკვირვებით რა შეიცვალა ამ პერიოდში როგორ შეიცვალა პროგრამისტების დონე და ზოგადად მომზადება ხო რაღაცა ინოვაციებიც ბუნებრივია რომ ინერგებოდა 50 წლის განმავლობაში 50 წელი ძალიან დიდი დროა ნახევარ საუკუნე კი ბატონო ზოგს გონია რომ კომპიუტერიც არ არსებობდა მაშინ საქართველოში ასე გონია ყველას პირველ რიგში მოგესალმებით მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს ну რაც შეეხება ოლიმპიადის ისტორიას მართლა ძალიან დიდი ისტორია აქვს სადაც 50 წელია უკვე ტარდება როგორც აღნიშნული რუსო ჩვენ საქართველოში 20 წელზე მეტია უკვე ტარდება ეს ნახევარფინალი უკვე ჩვენს რეგიონში ანუ რეგიონში მონაწილეობენ არა მხოლოდ ქართული სტუდენტები არიან სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იქ გამარჯვებული შესაბამისად ჯერ ტარდება მეოთხე ფინალი მე ნახევარფინალი და ბოლოს ფინალი ну სასახელო ამბავი ის არის რომ ფინალში ჩვენ მოვახერხეთ წელს გავიდა ჩვენი გუნდი ფინალში და ну მოვახერხეთ 8 ჯერ ფინალში გასვლა შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ ანუ საკმაოდ დიდი წარმატებაა და უფრო იზრდებით და რაც შეეხება თვითონ განვითარება არ არის როგორ ვითხრათ მხოლოდ პროგრამირება რა ეს არის გუნდური შეჯიბრი და ბავშვები სწავლობენ არა მარტო პროგრამირებას არამედ გუნდურ მუშაობას ერთად მუშაობას, პრობლემების გადაწყვეტას, პასუხისმგებლობის აღებას და ასე შემდეგ და ეს არა მხოლოდ შეჯიბრია, უბრალოდ ეს ეხმარება დამატებით ოპერატიულ ანზურნებაშიც ალბათ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ანუ ბევრისთვის ეს გახდა ოლიმპიადა გახდა არა მხოლოდ შეჯიბრი, არამედ გზის თავისი კარიერის დაგეგმვის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ამ ოლიმპიადიდან წარმატებული ბავშვები მიდიან რა ვიცი სხვადასხვა გიგანტ კომპანიებში. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, შეკითხავთ რუსოს ასხად შორის რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი IT დამსაქმებლებთან აქვთ აი ესეთი უშუალო შეხება. ეს რას აძლევს, ალბათ ეს ძალიან დიდი პერსპექტივაა, ხო? მათ უშუალო ჯერ კიდე სწავლის დროს შეუძლიათ უკვე თანამშრომლობა ქონდეთ. ცოტა ფართოდ უპასუხებ, ზოგადად აკადემიური სივრცის გამოწვევა რა არის, ხომ? აკადემიური სივრცის გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ ვასწავლოთ სტუდენტებს, მომავალ პროფესიონალებს სწავლის სწავლა, ასე ვთქვათ, და მერე მოთხოვნად ინოვაციურ გარემოში მათი ცოდნის ადაპტაცია. რეალურად ჩვენი პროგრამები იმგვარად არის აგებული, რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკულ საზოგადოებასთან, ანუ პრაქტიკული კომპონენტიც არის ფაქტობრივად ყველა პროგრამაში ჩაშენებული და აქ ახსენები იყო ასევე ინტერშიპის შესაძლებლობა, რომელიც ასევე წარჩინებულ სტუდენტებს და განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ საშუალებას აძლევს. ანუ ეს დარგობრივი კავშირები და მუდმივად პულსზე ხელის ქონა თანამედროვე თქვათ ცვლად გარემოში და აკადემიურ სივრცესთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვით, კარიერის დაგეგმვისთვის და ამ ოლიმპიადის ალუმნის გუნდი საკმაოდ დიდი არის და ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ დასაქმების ბაზარს. ანუ საქართველოში არც ერთი დიდი კომპანია არ არის, რომელშიც ამ ოლიმპიადაში მონაწილე წარჩინებული ადამიანი არ არის და აქ არ არის მხოლოდ გამარჯვებაზე საუბარი, აქ არის აი ამ გუნდის წევრობაზე საუბარი და აი ამ საზოგადოების წევრობაზე საუბარი. და მithumetes რომ მიუხედავად 50 წლის განმავლობაში გამოცდილების აი ესონს და ბატონ თორნიკესაც ერთობლივად გითხავ ფაქტობრივად ის რომ აი ეს დიდი კომპანია როგორც არის Liberty დაუკავშირდა თქვენს ამ ძალიან საინტერესო კონკურსს და მარათონს ხო რაც ბავშვებისთვის არის სტუდენტებისთვის და ის რომ თქვენი გამოცდილება შეერწყავ თქვათ Liberty-ს იდეებს ეს ალბათ კიდევ უფრო მეტ განვითარებას მისცემს ამ პროექტს და ყველაზე მეტად სტუდენტების პერსპექტივებს არა კი ბატონო ძალიან მნიშვნელოვანია ანუ როგორც ამ წელს ვახსენე კომპანიების სადაც მე კარიერას გეგმავენ ჩვენი ბავშვები ვინც აქ მონაწილეობენ არა მხოლოდ გამარჯვებულები რა თქმა უნდა და ასეთი მასშტაბის ჩემპიონატი ზოგადად მარტო ვერ ჩატარდება იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იგივე დაუშვათ არა მარტო Liberty, ALTE კიდევ მეოთხე ფინალში დიდი მადლობა მინდა უთხრა ასევე SEUS უნივერსიტეტს და ქუთაისის აკადემიის უნივერსიტეტს იმიტომ რომ მან ჩატარდა მეოთხე ფინალები და ასევე ήταν კიდევ გლობალური სპონსორები რომლებიც აკვირდებიან და უყურებიან ამ ყველაფერს არის მაგალითად Huawei, JetBrains, Yango და ასე შემდეგ საკმაოდ დიდი კომპანიები რომლებიც არიან გლობალური სპონსორი. ჩვენც მათ შორის ჩვენი კომპანია SoftGen-ი, რომელიც ანუ მუდმივი მხარდაჭერია ფაქტიურად ამ პროცესების ყოველთვის, ანუ ჩვენ ვცდილობთ რაღაც საგანმანათლებლო სფეროში ვიყოთ ჩართულები. ნუ ერთი არის ოლიმპიადის სახით და მეორეა კიდე ჩვენ თვითონაც ვამზადებთ, ასე ვთქვათ, მე დამატებით ბავშვებს იმისთვის, რომ ნუ შეძლონ კარიერის განვითარება რა. და ახლა Liberty წაკვირდება უკვე ახალგაზრდებს, ესეც დიდი პერსპექტივა. ბევრი წელია, რა თქმა უნდა. წარმატებებს გისურვებთ უმესიმადლობა და გილოცავთ დამდეგ შოვა ხალხს. მადლობა, წარმატებები.